აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობა ექნებათ. კონტროლის ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი ზომები გატარდება. როგორც სააგენტოს ახალდანიშნული დირექტორი განმარტავს, კონტროლის ჯგუფს ამ ეტაპზე იმის რესურსი არ აქვს, რომ ძეგლებს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, ამიტომ მირენდე ჩარკვიანი სამოქალაქო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ძეგლზე სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, თუ კი მოქალაქე ჩათვლის, რომ პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს ხდება, შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომერზე 5772999. მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა, თქვენი ჩართულობა ამ პროცესში. თუ კი შეამჩნევთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იქნება ეს თქვენს ახლობლად, მეზობლად, უბრალოდ შემთხვევით გაიარეთ ამ ძეგლთან და აღმოაჩინეთ, რომ იქ სამუშაოებია და გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ეს შესაძლოა არ იყოს სამართლებრივ ჩარჩოში, ან თუნდაც ინტერესი გადაამოწმოთ, რამდენად არის ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული, გთხოვთ დაგვირეკეთ სოციალურ ქსელზეც ჩვენს გვერდზე ჩვენ მაშინვე რეაგირებთ, მოგწერეთ. ამით ძალიან დაგვეხმარებით, რომ უფრო უკეთ, უფრო ეფექტურად დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ცხელი ხაზი დღემდე არ მოქმედებდა სააგენტოში, დღეიდან უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი, მოქალაქეებს შეუძლიათ მომართვა და ასევე ქალაქ მერიის ზედამხედველობის სამსახურმაც უნდა გაგვიწიოს დახმარება ამ საკითხში.